მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წინასწარმეტყველი ელისეს შესახებ. წინასწარმეტყველი ელისე იყო ელია წინასწარმეტყველის მოწაფე და მემკვიდრე, რომელიც ცხოვრობდა მე-9 საუკუნეში ქრისტეს შობამდე. იგი დაიბადა ისრაელის ქალაქ აბელ-მეხოლაში და გახდა ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი, რომელმაც სასწაულები მოახდინა და ღვთის ხალხს ასწავლიდა. მისი ცხოვრება და მსახურება დეტალურად არის აღწერილი მეფეთა წიგნში. ელისეს მოწოდება. ელისე ღმერთმა მოუწოდა წინასწარმეტყველურ მსახურებას ელია წინასწარმეტყველის მეშვეობით, როდესაც მან ღვთის მითითებით გადასცა მას თავისი წინასწარმეტყველური წოდება. ელიამ იპოვა ელისე, როდესაც ის 12 წყვილი ხარით ხნავდა მიწას და ესროლა მას თავისი მოსასხამი, რაც სიმბოლოა წინასწარმეტყველური მისიის ელიადან ელისეზე გადასვლა. ამის შემდეგ ელისემ მიატოვა სოფლის მეურნეობა და გაყვა ელიას და გახდა მისი უახლოესი სტუდენტი. როდესაც ელია ცეცხლოვანი ეტლით ამაღლდა ზეცაში, ელისემ აიღო მისი მოსასხამი და განაგრძო მსახურება. სასწაულები და წინასწარმეტყველებები. ელისე ცნობილი იყო მრავალი სასწაულით, რომელიც მან ღვთის ნებით შეასრულა. ყველაზე ცნობილ საოცრებებს შორის ნაამანის განკურნება კეთრისგან. ნაამანი, სირიელი მხედართმთავარი, მივიდა ელისესთან კეთრისგან განკურნების თხოვნით. წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ 7 ჯერ ჩაძირულიყო მდინარე იორდანეში. მიუხედავად თავდაპირველი უკმაყოფილებისა, ნაამანი დაემორჩილა და განიკურნა, რაც მთელი სირიელი ხალხისთვის ისრაელის ღმერთის ძალის ნიშანი გახდა. ქვრივის შვილის აღდგომა. ელისემ აღადგინა ქვრივის ვაჟი სარეპტიდან, რომელიც გარდაიცვალა. ამ სასწაულმა განამტკიცა ისრაელების რწმენა ღმერთისადმი და დაამტკიცა, რომ წინასწარმეტყველი არის ღვთის ჭეშმარიტი მსახური. საკვების გამრავლება. შიმშილობის დროს ელისემ ღვთის ბრძანებით გაამრავლა რამდენიმე პური 100 ადამიანის გამოსაკვებად. ეს სასწაული მოგვაგონებს ქრისტეს მიერ ახალ აღთქმაში აღსრულებულ საკვების გამრავლების სასწაულს. სასწაული რკინით. როდესაც წინასწარმეტყველის ერთ-ერთმა მოწაფემ მდინარეში რკინის ცული დაკარგა, ელისე ღმერთს ევედრებოდა და ცული წყლის ზედაპირზე ამოვიდა. ეს სასწაული წყვილმანებშიც კი ღვთის ძალას განასახიერებდა. იორდანეს წყლების გაყოფის სასწაული. ელიას ამაღლების შემდეგ ელისემ თავისი მოსასხამით დაარტყა მდინარე იორდანეს წყლებს და
წყლები გაიყო, რამაც მას საშუალება მისცა გაევლო მდინარის ფსკერზე. ჭექა, ქუხილი და ჯარის დამარცხება. ელისე მიწინასწარმეტყველა ისრაელის არმიის დამარცხება სირიელებთან ბრძოლაში, რის შედეგადაც ისრაელის ჯარებმა გაიმარჯვეს. ელისეს წინასწარმეტყველებებისა და ლოცვების წყალობით. წინასწარმეტყველებები და პოლიტიკური გავლენა. ელისე აქტიურად ერეოდა ისრაელის საქმეებში. მისი წინასწარმეტყველებები ეხებოდა როგორც ხალხის სულიერ ცხოვრებას, ასევე პოლიტიკურ ვითარებას. ის ხშირად ავალებდა მეფეებს, როგორც მართალს, ასევე ბოროტს უწინასწარმეტყველებდა მათ თავიანთი ქმედებების შედეგებს. მაგალითად, ელისე მიწინასწარმეტყველა ახაბის სახლის დაცემა და მისი ვაჟის მეფე იეზებელის სიკვდილი. ასევე ახალი მეფის იოაფთის მოსვლა, რომელიც რეფორმებს მოიტანდა ისრაელში. ელისეს სიკვდილი. ელისე გარდაიცვალა დაახლოებით 90 წლის ასაკში და მიუხედავად იმისა, რომ მან არ დატოვა პირდაპირი მემკვიდრე, მისი გავლენა ხალხზე გაგრძელდა. სიკვდილის შემდეგაც მოხდა სასწაულები, როცა მის საფლავზე მკვდარი კაცი გადააგდეს, მისი სხეული ელისეს ძვლებს შეეხო და ის აღდგა. დიდი მადლობა, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.